საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალს ეკითხებიან საკუთარი დედა რატომ არ დააზღვიოდა. ის კიდე პასუხობს, მიტინგებზე არ დადის და რატო დავაზღვიო. გუშინ ანდერს ფოკ რასმუსენმა იხილა განახლებული ქეთო და კოტე. ანუ ჩვენი ნატოში ინტეგრაცია კიდევ 1-20 წლით უკან გადაიწია რა. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ის საქართველოშია. მან ხელი ქართველებს ჩამოართვა და შეგვეხო. მან გაგვიღიმა, ის დაგვყიდა და იმედია არ გადაგვაგდებს. საქართველოს დღეს გაცილებით ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე 3 წლის წინ ბუქარესტის სამიტის დროს იყო. ეს იყო ერთ-ერთი იმ გზავნილებიდან, რომლის შესახებაც რასმუსენმა დღეს განაცხადა. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ალიანსის უმაღლესი პირისგან და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებისგან ქართულმა მხარემ დღეს განსაკუთრებული შეფასება მიიღო. როგორი იყო რასმუსენის ვიზიტის პირველი დღე, ამის შესახებ ნათია გოგსაძე. აწუთებში რუსთაველის თეატრში იმართება ოფიციალური ვახშამი მაღალი რანგის სტუმრებისთვის. მანამდე კი ანდერს ფოკ რასმუსენი და შრილ-ატლანტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ პოპულარულ ქართულ მიუზიკლს ქეთო და კოტეს. საქართველოს გახდება ნატოს წევრი. საქართველოს გახდება ნატოს წევრი. ჩამოვიდა ანდერს ფოკ რასმუსენი და ისევის გვითხრა რომ ჩვენ შევალთ ნატოში. ოღონდ როდის ეს თვითონაც არ ვიციო. გვითხრა რომ ჩვენ უნდა გავატაროთ რეფორმები. გვითხრა რომ ჩვენი დემოკრატია არ ვარგა. გვითხრა რომ ახალი არაფერი არ მითხრა. ხო და ჩემი მაღალის მესვეურებიც რომ მიხვდნენ ახლა არიქა ახალს არაფერს ამბობს ეს კაცი და მგონი ნატოში არ შევყავართო. ბატონი ანდერსი გააქანეს რუსთაველის თეატრში და ახალ სპექტაკლს ნატო და კოტეს დაასწრეს. ამ სპექტაკლში კარგად ჩანს კოტეს როგორ უნდა ნატოში შესვლა, როგორ წვალობს საწყალი კოტე ნატოს გულის მოგებას. კოტეს ტანჯვის შემყურე ანდერს ფოქს გული თანაგრძნობით ევსებოდა. მაგრამ ბატონი რასმუსენის ემოციებმა კულმინაცია საფინალო სიმღერის დროს მიაღწია. როდესაც ანაზდად ჩემი მაღალი ავიდა ავანსცენაზე და ფრაქსა და ცილინჩი გამოწყობილმა დაიწყო სიმღერა. ერთხელ ვიხილე გორში ბომბები დახმა გავიგე let's move away ერთხელ ვიგემე მასაჟი ტკბილი და სიხარული ნატოში შესვლის. აი ამის შემდეგ ბატონმა ანდერსმა თვალცრემლიანმა და ყელში ბურთგაჩრიობა თქვა. დედამოული შექმენი დემოკრატია და შეგიყვა ნატოში, შეგიყვა ბლადო. ინტერნეტ საიტი ინტერპრესნიუსი ანდერს ფოკ რასმუსენისა და ქართული სტუდენტების შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის მიერ წარმოთქმულ სიტყვას ავრცელებს. ციტატა სტატიიდან. ნატოს გენერალური მდივნის აზრით, ქართულმა სტუდენტებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისეთივე შემართება უნდა გამოიჩინონ, როგორიც მათმა თანატოლებმა 8 წლის წინ ვარდების რევოლუციის დროს გამოიჩინეს. ნეტარას უნდა გულისხმობდეს ახლა ანდერს ფოკი, როგორც მახსოვს, 8 წლის წინ სტუდენტები მასობრივად ყანებში ჰიბრიდული სიმინდის დასათესად არ წასულან და ეს არც პატრიოტული მოტივით ქართველი ვეტერანებისთვის კბილების ჩასამტრევად დაძრულან. გამახსენდა კაც. მაშინდელი სტუდენტები გამოვიდნენ და ყავლგასული პრეზიდენტი დაამხეს. ვაიმე მაღალო. ესე იგი რა გამოდის? გამოდის რომ შენი ძმაკაცი ანდერსიც კი გეუბნება წასასვლელი ხარო? ვაგლახ ეგრე გამოდის. ოღონდ ჯერ დიპლომატიურად გეუბნება და ეგეც თუ არ მოისმინე, მგონი მე შენთან კი აღარ ჩამოვა. ქართულ მიწაზე ფეხს როგორც კი ჩამოდგამს წავა და ეგრევე დათუ აკუბარდიასთან გიგან ასარიძეს და მიშა თაფხელიძეს დაუჯდება დებატებში. იქიდან კი გრეჩიხაზე ხელგადახვეული სტუდენტების თანხლებით ჩემო კარგო ქვეყანას სიმღერით პარლამენტის კიბეებისკენ დაიძრება საშიმშილო. ვაიმე ჩემო მაღალო, ეგ როგორ გამოახერხე კაცო რომ მთელი დემოკრატიული ევროპაც გადაიკიდება. რა კარგი იყო კაცო ის 26 მაისი რომ გამოიჭრა შენი სპეცრაზმი და ჩამორჩენილი რუსეთუმეები ცემა. ახლა მგონი ეგრე აღარ გამოვა, იცი? ხო, მომავალ მიტინგზე გადაუჭერენ შენი ბიჭები
კდემამოსილ ქალბატონს ხელკედებს და ის ხალი მეორე დღეს ჰილარი კლინტონი აღმოჩნდება. ან ვიღაც მოხუცებულ კაცს დაუშენენ რეზინის ტყუებს თავში და მეორე დღეს დაბინტული ნელსონ მანდელას ვიხილავ. ან ვაცლავ ჰაველს. ხო და მაღალო, რადგან ეხლა ვიღაცა გადამთიელების დაწერილი საშინელი სცენარი. აგერ შენმა სისხლმა და ხორცმა ქართველმა ხალხმა დაუწერეთ მშვიდობიანი სცენარი და მიდი ეხლა. ამოირჩი ეგეც. გრძელდება ჩვენ სოციალურ პოლიტიკაში მანკიერი მხარეების გამოვლენა. გუშინ ჩემმა მაღალმა პენსიებზე და დაზღვევაზე საუბრისას აღმოაჩინა, რომ მისმა საკუთარმა დედამაც კი ვერ მოახერხა დაზღვევა. ჩემი ჯერ პენსიონერამდე არ არის, მაგრამ 60 წელს გადაცილებულია და ცადა თავის დაზღვევა და არავინ არ დააზღვევა. არა ეხლა რაღაცა პატარო წამოდგიდეს ადამიანს, იმიტომ რომ რატო ვიფიქრე უნდა დაზღვეულიყო, იმიტომ რომ ჩემ გარშემო ადამიანებს რამდენიმე ჩემ ნათესავს, ახლობელს, მეგობარს პატარა რაღაც წამოდგება დაზღვევა რო არ იყო, ავიდა 17, 20, 30000 ლარზე საავადმყოფოს ხარჯები. თხოვე დედაჩემს რომ მოდი დაიზღვე მაინც თქვა. ვერ დაიზღვე. მოყევი მაღალო, მოყევი, ყველაფერი მოყევი. როდემდე უნდა დამალო კაცო? ხალხის შემოგნატრის და ის კი არიცია როგორ გიჭირ შესაწყალო და შებეთკრულო. ისიც მოყევი, აი დედა საავადმყოფოში რომ მიდის როგორ მალავს ხოლმე რომ დედა შენია. აბა რა ქნას ეხლა? მაღალის დედა ვარო რომ თქვას არც ერთი იქიმი არ მიხედავს. ეთქვია ჯერ კახაკუკავას ბაჩუკი კარდამას და კობა დავითაშვილის დედას მივიღებთ და მე ერთად შემოდით პრეზიდენტის დედებიო. მაგრამ მაგასაც ატყუებენ ოპოზიციონერების დედებს რომ მიხედავენ ქართველი ექიმები მერე გამოაგებენ ხოლმე ისა ფანჯრებს და ფრთების ტყლაშულით მიფრინავენ თბილი ქვეყნებისკენ. აი ეგ არის სიმართლე. და არა ის სისულელე, რასაც მაღალის ოჯახს ეყვებიან. ნანალეჟავები და ვიღაც რუსეთის აგენტები. მიდი მაღალო, ისიც მოყევი შენ საწყალძმებს როგორ უჭერთ ამ გაჭირვებული დროის ბენზინის ჩასხმა კაცო მანქანაში. იმ დღეს შუა გზაზე რომ გაუთავდათ და ხელით რომ მიაგორეს ბენზინგასამართ სადგურზე, ეგეც არ დაგავიწყეს. კარგი, ეხა ოჯახის წევრებზე ვერ ამბობ შესაწყალო, მაგრამ შენზე მაინც თქვი. ჯანმრთელობისთვის მამლის სამუშაოს გულისთვის დღეში ერთი ბოთლით რომ გეკუთვნის, ხო? ხო, გეკუთვნის. ჟურნალის დაროვიე, გაზეთები 24 საათი და პრაიმ ტაიმი და სამივე ნაციონალური ტელევიზია პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. იმ იმედით რომ მალე დაგვინდებოდა, ის ჯერ კიდევ მაჭრობისას განმაღლდა. ჩანასახშივე მოკლა დემოკრატია, შექმნა პოლიციური სახელმწიფო, უმოწყალოდ განგმირა სამართალი, ჩაახშო სიტყვის თავისუფლება, გააძვირა და აუტანელი გახადა ყოველდღიური ყოფა. ცემით დახოცა თავისი ხალხი და სადაზღვევო პოლისი ვერ ააღებინა საკუთარ დედას. ჩაგრული ერი, მართე ქვეყანა სწორად, დააზღვიე დედა. ისმინეთ გაბრწყინებული საქართველოს სურვილით შეპრობილო აკრედიტებულო თუ აუკრედიტებელო სტუდენტებო და მოჰყეთ რასმუსენის მცნებასა. მიბაძეთ 8 წლის წინადელ სტუდენტებს, ანუ ეს პრეზიდენტიც გაუშვით სახლში და უფრო გონივრული დაკვირვებით მოიყვანეთ სხვა. რასმუსენი, ოღონდ ეს გამოცვალეთ და მერე მავსაც მოგცემთ და მავზე უკეთესაც იმ თქვენი შემდეგისთვისო. ჩემმა მაღალმა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ და ჩემდა გასაოცრად ბაიდენმა პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ინფორმაციას ჩემი მეგობარი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსი აქვეყნებს. ესე იგი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთი რომ ვმო-ში შევიდა, ეს საქართველოს წარმატებაა. რა უცნაური კაცია ეს ჯო კაცო. გონი მაგას ბები აყავდა ქართველი, ციციშვილის ქალი და ამიტომ იძლევა ასეთ შეფასებას. რუსეთი თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, აი ჩვენ რა ამით, ამას კი ამბობს ახლა ბაიდენი, მაგრამ აი რუსეთის მთავარი სანიტარი და საქართველოს დაუძინებელი მტერი მტარვალი ონიშენკო ამბობს, რომ რუსეთის ბაზარს ქართულ ბორჯომს და ღვინოს ურალიდანაც არ დავანახებოდა. თუმცა ეს კიდევ ერთი ქართული წარმატებაა ალბათ, ხო? ისე ჩემს მოგზალებულ აზრს მოგახსენებთ იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს შემდეგში საქართველოს წარმატება. რუსეთი რომ კურილის კუნძულებს საბოლოოდ დაახევს იაპონიას, ეს ქართული წარმატება იქნება. ხადარკოვსკის კიდევ რამდენიმე წელს რომ დაუმატებენ, ესიც ქართული წარმატება იქნება. გაზთან ათობს რომ უფრო ბევრს გაყიდის ვიდრე ახლა ყიდის, ესეც ქართულ წარმატებად მოინათლება. პუტინი რომ ისევ პრეზიდენტი გახდება, ესეც ქართული წარმატება აღმოჩნდება და ბოლოს ჩემი მაღალი რომ კვლავ პრეზიდენტად მოგვევლინება, ესეც ქართული წარმატება იქნება.
ჩემმა მაღალმა მისმა პრემიერმა და მისი პრემიერის ანდრია მინისტრმა ქართული პენსიონერებისთვისაც მოიცალეს. მათი ეტაპობრივი გამდიდრებაც აღნიშნეს და სამომავლო გეგმაც გაგვარდეს. როგორც ხედავთ, ჩვენ სწორედ აი ამ მიზნისკენ დაპირებისკენ მივდივართ ნაბიჯ რამოდენიმე წლის წინ იყო 28 ლარი პენსია, დღეს არის მინიმალური პენსია 100 ლარი, შემდეგ ნაბიჯი უკვე აქვს 140 ლარიანი მინიმალური პაკეტი იქნება 140 ლარიანი. აი რა დიად და ჩაქცეულ ჩამელეხებულ ყოფაში ყავს ჩემი ქვეყნის მთავრობას ჩვენი პენსიონერები. წლების წინ ქონდათ 28 ლარი და ახლა აქვს 100 ლარი. კიდევ დასწრება ეხლა ვინმეს რომ ეს მთავრობა არაფერს გვიკეთებს. რომ მარტო თვითონ ჭამს ყველაფერს და ხალხის ბედზე საერთოდაც არ ზრუნავს. რა ვქნა ცოდვა გამხელილი ჯობს და ყოველ ზამთარ ზაფხულ შურს მე ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ამ 100 ლარიანი პენსიით ალპებს, ჰავაის და კანარის კუნძულებს არ იკლებენ და ესა ბათუმს და მესტიას საერთოდ ეხლა ვისთვის აკეთებს ეს ჩემი მაღალი ჩემთვის გაურკვეველია და გამკვირვებია. ალბათ ისევ ჩვენაირი ღარიბებისთვის, თორემ რომელი პენსიონერი გინახავთ ეხლა რომ საქართველოს კურორტზე ისვენებდეს. ერთი სიტყვით მე მგონია რომ ამ გაზრდილი პენსიით ჩემი მაღალი ისევ შიდა ტურიზმის განვითარების პოლიტიკას უთხრის ძირს კაც. ხო, ასე რომ უზემ უნდა დავიწყოთ საპენსიო თამასის დაწევა. არა და ამ კურორტების მოწყობაში ხა მაშინ აღარ უნდა გადავყაროთ ფული. ოღონდ მე ამ დანაზოგიდან კიდევ კი უნდა დაუმატოთ პენსიონერებს 20 ლარი, თორემ მათი მართვის სადავეები საერთოდ გაგექცევათ ხელიდან და რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები სხვანაირად კი არ ხდება. ადგებიან და ამ თავიანთი ჭარბის შემოსავლიდან დააფინანსებენ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას და მათი ხელით დაამხობენ ჩემი მაღლის მთავრობას. აბა ასეთი დიდი ძალა აქვთ 100 ლარიანი პენსიის კავალერებს და თან ვითომ ეხლა არც ეთყობათ ეხლა, მაგრამ ერთი რამ ძალიან მიგვირს და რო არ თქვა არ შემიძლია. აი, ეს როგორ ხდება არ ვიცი, რომ ქართულ პენსიონერებს თავიანთი რამდენიმე წლის წინანდელი 28 ლარიანი პენსიით 7 კილოგრამი შაქარი, 4 კილოგრამი წიწიბურა, 2 კილოგრამი ხორცი, 1 ლიტრი ზეთი და 15 პური მოსდიოდათ და ახლანდელი 100 ლარიანი პენსიითაც ზუსტად იგივე რაოდენობის პროდუქტს ყიდულობენ. ეხეც ამ პენსიონერებს მე მგონი მაინც არაფერი ეშველებათ და ეს ბუღალტერია მაინც რისთვის შევიტანე ვერ გამიგია. მოკლედ როგორც მოგახსენეთ, საქართველოში პენსია კიდევ ერთხელ გაიზრდება, მაგრამ ეს ყველაფერი როდია? გაზრდილ პენსიასთან ერთად პენსიონერები უკვე სადაზღვეო პაკეტსაც მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის მაღალს მოახსენა. ახალი საპენსიო პაკეტი 2012 წლის 1 სექტემბრიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარამდე იზრდება, რაც 15 ლარიან სადაზღვეო პაკეტს და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიის 125 ლარამდე გაზრდას გულისხმობს. სარგებელი ბევრად უფრო მეტი იქნებათ ამ 15 ლარიანი პაკეტიდან ვიდრე 15 ლარი. ვა, რა საინტერესოა კაცო. ნეტა როგორია 15 ლარი, რომელიც 15 ლარზე მეტია. სერგო იქნებ შენამიხსნა, ჰა? აი, რამდენია 15 ლარი, რომელიც 15 ლარზე მეტია? ხორაც. გამახსენდა კაცო. ჩვენთან ყველაფერი ასე აღმატებით ხარისხშია კაცო მოხსენია. ადრე მაპი არ გქონდა, მაგრამ მაპზე მეტი გვაქვს. ახლა კი 15 ლარი არის იმაზე მეტი, ვიდრე 15 ლარია. ახლა პენსიონერი ამ 15 ლარით 9 კილო ხორცს რომ იყიდის, ეცოდინება რომ ეს 9 კილო ის კი არ არის, რომ 9 კილო. ეს გაცილებით უფრო მეტია და შესაბამისად ერთის ნაცვლად ამ ხორცით 3-ჯერ მოამზადებს სადილს. საქართველოში რომ დემოკრატია, ეგ უბრალო დემოკრატია არ გეგონოთ ხალხო. ეგ უფრო მეტია ვიდრე დემოკრატია. თქვენ რა გონიათ, ჩემმა მაღალმა რომ ბოლო არჩევნებში ხმების 51% მიიღო. ეგ უბრალო ციფრია? არაფერიც. ეგ არის საკრალური ციფრი და იმაზე მეტია ვიდრე ჩვეულებრივი 51%. ხო, მეტია, ვინაიდან ეგ 51% დროის მიხედვით 5 წლიან და შეიძლება უფრო მეტი დროით მართლობას ნიშნავს. თქვენ თუ გონიათ რომ მაღალი უბრალოდ მაღალი არის, ძალიან ცდები. ეგ იმაზე მაღალია ვიდრე ჩვენ გონი. ნუ ახალი კონსტიტუცია გონია ჩვეულებრივი კონსტიტუცია. ეგეც ისეთივე რაღაცა, როგორც ის 51%. ჩვენი ხელისუფლება რომ ჩვენზე ზრუნავს, ეგ ზრუნვაზე მეც ნიშნავს, კაცო, მაგრამ კარგით რა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენც მეტი ხომ არ მოგდით, კაცო. ეგ თქვენი მეტი ვიდრე 15 ლარი, რომელ მაღალ პენსიონერსაც ექნება, ძალიან კარგად ვიცით ყველამ და არ გვიდა ახლა თვალებში ნაცრი შეგვიძლია. აბების ეთერს 5 პოლიტიკოსის მიერ მოწოდებული აბი დაასრულებს. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. მან ისაუბრა ნატოს კომისიის სხდომის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე და მე როგორც მივხვდი, სავარაუდოდ ძალიან მალე ჩავალთ ნატოში. საქართველო მიდის იმ გზაზე, რასაც ნატოსგან გზა ქვია.
მეოთხე ადგილი. მეოთხე პოზიცია დაიკავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარშიაშვილმა. სავარაუდოდ მან ყავაში ჩაიხედა და ამ ხერხით გაარკვია, რას ფიქრობს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ჩვენზე. არა მხოლოდ საქართველოსთვის არის სტრატეგიული პრიორიტეტი ალიანსთან დაახლოება, არამედ ბრიუსელიდან, ნატო შტაბინიდან ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს. მესამე ადგილი. მესამე ადგილი ანდერს ფოკ რასმუსენმა დაისაკუთრა. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს მთავრობას აუხსნელი ოცნებების ახდენაზე ესაუბრება. ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს უფრო დაუახლოვდა ნატოს. მეორე ადგილი. მეორე ადგილზე გავიდა ნიკა გილაური. მან ითმინა, მაგრამ საბოლოოდ სტუნებას ვეღარ გაუძლო და ანდერს ფოკ რასმუსენს პირში მიახალა ყველაფერი, რასაც სოფლიო ბანკი ფიქრობს საქართველოს. სოფლიო ბანკის მიხედვით ჩვენ ვართ ნომერი პირველი რეფორმატორი ამ რეფორმის განხორციელების მხრივ. პირველი ადგილი. და პირველი საპრიზო ადგილიც დამსახურებულად მიიღო ნიკა გილაურმა. ნიკა როგორც წესი არიბნევა ხოლმე ტელეკამერების წინ და ამჯერადაც სხაპასხუპით ილაპარაკა ჩვენი ეკონომიკის ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ყველა პარამეტრით. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.